გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. PSG-ს დაკარგული ქულები და რატომ აკრიტიკებენ ენრიკეს კვარაცხელიას გამო. სიახლეების დაწყებამდე კითხვაა დამიფასო ჩრომა და ვცადოთ რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ასევე თუ ახალი ხარ გამოიწერი არხი, რადგან ჩვენი მიზანია რომ ავიდეთ 100,000 გამომწერზე. ყველას მადლობას ვიხდით, ვინც ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინა და მოდი დავიწყოთ. დავითაშვილის და მიქაუტაძის გოლები. ლიგაურის მე-12 ტურში სენტ-ეტიენმა შინ უშუალო კონკურენტი პაუ 6-0 გაანადგურა. აღსანიშნავია რომ სულიკო დავითაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. თამაში კი 67 წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 5-0 იყო. 79 წუთზე კი ქართველმა გარემარბმა მეტოქის აჯარიმოში ოსტატურად იმოქმედა, მეტოქე ჩამოიშორა და უძლიერესი დარტყმით ახლო მანძილიდან გაიტანა. აღსანიშნავია რომ ქართველმა გარემარბმა ლიგაურის მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება მიქაუტაძეს, რომელსაც ესპანეთის სასე დებიუტი ჰქონდა, თამაში სათადარიგოთა სკამიდან შესვენების შემდეგ ჩაერთო. გოლით კი 91 წუთზე გამოირჩა და ანგარიში 5-0 გახადა. ხოლო მიქაუტაძე, რომელიც ვილიარეალ სეზონის დასაწყისში შეუერთდა, გუნდის ღირსება ყველა ტურნირის 10 თამაში დაიცვა, სადაც გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი. რატომ აკრიტიკებენ მამარდაშვილს? მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა პოლ სკოულზმა ლივერპულის კრიზისულ პერიოდზე ისაუბრა. სკოულზმა კი დაასახელა ფაქტორი, რომელსაც მისი თქმით, ბევრი საფეხბურთო ექსპერტი უყურადღებოდ ტოვებს. ეს კი ალისონ ბეკერის არყოფნა. ფიქრობ, მეკარის არყოფნა დიდი დანაკლისია. ყველანი ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი უკავიათ მეკარებს თანამედროვე ფეხბურთში. ალისონი ნამდვილად სერიოზული დანაკლისია. არ ვამბობ, რომ გიორგი მამარდაშვილი ცუდად თამაშობს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ყველა დარტყმა გოლია და ეს კარგის ნიშანი ნამდვილად არ არის. საინტერესოა, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ალისონმა მოედანზე 540 წუთი გაატარა და 7 გოლი გაუშვა, ხოლო კარში წასული ბურთების 56.3% მოიგერია. თავის მხრივ მამარდაშვილმა 260 წუთში ასევე 7 გოლი გაუშვა, თუმცა მოგერიებული დარტყმების პროცენტული მაჩვენებელი მას უკეთესი აქვს 66.7%. ამიტომ სამწუხაროა, რომ გიორგის თამაშს ზედმეტად კრიტიკულად უყურებენ. თუმცა რა გვინდა თქვა, როდესაც სკოულზი თავად სალახსაც აკრიტიკებს, რომელიც მერსესაიდული კლუბის ლეგენდა და მცირე ჩავარდნის გამო ეგვიპტელი მიწასთან გაასწორეს. ამიტომ იმედია გიორგი მსგავს კომენტარებს არ მოусმენს და შრომას გააგრძელებს. ხოლო ეჭვიც არ შეგვეპაროს, რომ პოზიტიური შედეგების შემდეგ ისინი გიორგის სამდიაყვანას დაიწყებენ. ლიგა 1-ის მეათე ტურში PSG-მ სტუმრად ლორიენთან ფრედ 1-1 ითამაშა და მორიგი ქულები დაკარგა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო. ენრიკემ კი ბევრი ფეხბურთელის დასვენება გადაწყვიტა და მათ შორის იყო ხვიჩაც. ცალსახაა, რომ ჯერჯერობით PSG ძალებს არ ხარჯავს და უფრო მეტად ფეხბურთელების დასვენებაზე ფიქრობენ. რეალურ PSG-ს კი სეზონის მეორე ნახევარში ვიხილავთ, როდესაც სეზონის უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება და როდესაც ყველა ფეხბურთელი იდეალურ ფორმაში უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც თავისი ფეხბურთელებით უკმაყოფილო ჩანდა. პირველ ტაიმში არაფერი შეგვიქმნია, არც ერთ-ერთზე დაპირისპირება არ მოგვიგია და პრობლემები ჰქონდა მეტოქის ღრმა დაცვით ბლოკთან. სამწუხაროა, რადგან მეორე ტაიმის დასაწყისში უკეთესად ვითამაშეთ და სწრაფად გავიტანეთ, მაგრამ მაშინვე sapasukho გოლი გაუშვით. ჩემთვის ჩვენ არ დაგვიმსახურებია გამარჯვება, ძალიან ცუდად ვითამაშეთ. 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის შენარჩუნება უნდა შეგეძლოს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაჩების მოგება. შეხვედრის წინ ათლა ვთქვი, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ არავინ დამიჯერა. ეს ისტორია ვიცი, ხშირად მინახავს ასეთი მაჩები. თუ სწორ რიტმში არ ხარ, თუ ფიქრობ, რომ გაქვს დრო განსხვავების შესაქმნელად, მეტოქეს თავდაჯერებულობას მატებ, განაცხადა ენრიკე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საფრანგეთში ლუის ენრიკეს კვარაცხელიას გამოაკრიტიკებენ. საქმე კი მის იჯიუტეს და ტაქტიკას ეხება, რასაც ხვიჩაზე იყენებს და მისი პოტენციალი გარკვეულწილად იკარგება. კერძო ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ RMC სპორტის პოდკასტში ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება. არის ერთი საკითხი, რომელთან მიმართებითაც ლუის ენრიკე ისევ ოდნავ ჯიუტად იქცევა. საუბარი მაქვს ხუჩა კვარაცხელიას მარჯვენა გარემარბად გამოყენებაზე. ეს არ ამართლებს. თუ ენრიკეს მართლა უნდა თავისი ფეხბურთელის ტრანსფორმაცია მოახდინოს და საკუთარ თავში დარწმუნებულია, მაშინ ასე გააგრძელოს. ბრესტის, ლორიანის და მსგავსი გუნდების წინააღმდეგ შეუძლია კვარა მარჯვნივ დააყენოს, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რომ პრობლემებია, განაცხადა დანიელ რიოლო. სპალეტი ახალ კვარაცხელია შექმნის? იტალიელი საქმეში ბრუნდება. რატომ მოუხადა ვინისიუსმა ბოდიში ყველას ალონსოს გარდა და რატომ არის რეალის ზოგიერთი ფეხბურთელი გუნდის თავკაცე უკმაყოფილო? ითამაშებს თუ არა მესი მსოფლიო ჩემპიონატზე? არგენტინელის განცხადება. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია, რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ლიონელ მესიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა. არგენტინელს სუპერვარსკვლავს მუნდიალზე თამაში და არგენტინასთან ერთად ტიტულის დაცვა სურს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში რაღაც დაუჯერებელი მოვლენა. თუ გადავწყვეტ, რომ ვითამაშო, მინდა ტურნირს კარგ ფორმაში შევხვდე და არგენტინის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი
ფეხბურთელი ვიყო. როდესაც ინტერ მაიამისთან ერთად მოსამზადებელ ეტაპს დავიწყებ, ნახავ შემეძლება თუ არა ჩემი ძალების 100%-ის წარმოჩენა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ. რა თქმა უნდა, თამაში ძალიან მინდა, რადგან საუბარი მსოფლიო ჩემპიონატს ეხება. 2022 წელს ჩემპიონები გავხდით და ტიტულის დაცვა ბრწყინვალე მომენტი იქნებოდა. ეროვნული ნაკრების რიგებში თამაში კი ყოველთვის ჩემი ახდენილი ოცნება, განაცხადა მესი. იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ უახლოეს საათებში ტურინის იუვენტუს ლუჩანო სპალეტი ჩაიბარებს. ამასთან დაკავშირებით კი გავლენიან იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sportთან ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტმა და რომას ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინი მისაუბრა. სპალეტის სტილი მომგებიანია, თავდამსხმელებისთვის სასარგებლო. ლუჩანოს გაწვრთნილი გუნდი მეტოქის აჯარიმოში ყოველთვის 5 ან 6 მოთამაშით ხვდება, რასაც გოლები და საგოლე გადაცემები მოსდევს. მახსოვს, როგორი დაბალშედეგიანები იყვნენ იკარდი ინტერში ან ოსიმენი ნაპოლიში, მაგრამ როდესაც გუნდში ლუჩანო მოვიდა, მაჩვენებელი ორივემ გაუმჯობესა. სპალეტის განკარგულებაში მყოფ ნიჭიერ ფეხბურთელებს შორის კენან ილდიზიც იქნება, რომელსაც მჯერა, რომ სპალეტი შეუჩერებელს გახდის. სპალეტის კი შეუძლია ილდიზი ის გახადოს, რაც ნაპოლიში სკუდეტოს მოგების დროს კვარაცხელია იყო. გულისხმობ გუნდის თამაშსა და მაჩების გავლენას, ამბობს საბატინი. ვინისიუს ჟუნიორმა ელ კლასიკოში თავისი საქციელისთვის ბოდიში მოიხადა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა შეცვლის დროს უკმაყოფილება აგრესიულად გამოხატა და მთავარ მწვრთნელ ჩაბი ალონსოს ხელი არ ჩამოართვა. აღსანიშნავია, რომ ვინიმ ბოდიში სოციალური ქსელის მეშვეობით მოიხადა. ბრაზილიელმა თავის პოსში ყველა ახსენა, ყველას მოუხადა ბოდიში, თუმცა ჩაბი ალონსო არც უხსენებია. ხოლო როგორც ატლეტიკი წერს, ბრაზილიელი ჩაბი ალონსოზე ნაწყენია. როგორც წყარო წერს, ფეხბურთელის ახლო გარემოცვიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვინისიუსმა ალონსო თავის პოსში განზრახ არ ახსენა. თუმცა გარდა ვინისიუსისა, რეალის ზოგიერთი ფეხბურთელი უკმაყოფილოა ჩაბი ალონსოს მოსვლის შემდეგ დანერგილი ცვლილებებით. როგორც ატლეტიკი წერს, როდესაც 43 წლის სპეციალისტი მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოვიდა, გასახდელში უამრავი ცუდი ჩვევა აღმოაჩინა. ალონსოს ერთ-ერთი პირველი გზავნილი ფეხბურთელებისადმი იყო ის, რომ მისი ხელმძღვანელობით ყველას მოუწევდა მეტი სირბილი და მუშაობა, როდესაც ბურთს მეტოქე დაეუფლებოდა. ამის გარეშე კი არავის ექნებოდა გარანტირებული ადგილი ძირითად შემადგენლობაში. ალონსო გამოცდილ მოთამაშეებს, მათ შორის კაპიტნებსაც ესაუბრა, რათა ახალი წესების კრებული შეემუშავებინა. სხვა საკითხებთან ერთად გადაწყდა პუნქტუალურობის მნიშვნელობის ხაზგასმა, თუმცა ჯარიმები დაგვიანებისთვის ჯერჯერობით არ დაწესებულა. ასევე ინტენსიური მუშაობისა და თავდადების აუცილებლობა ვარჯიშებზე. ხოლო როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთი ფეხბურთელი, რომელიც ავტორიტეტით სარგებლობს, უკმაყოფილოა ამ წესებით და მიაჩნია, რომ მათ პატივს არ სცემენ. რამდენიმე წყარო ამტკიცებს, რომ მოთამაშეები იმედგაცრუებულნი არიან, რადგან ახლა მათ ნაკლები თავისუფლება აქვთ მოედანზე და საკუთარი საუკეთესო თვისებების გამოვლენა უჭირთ. როგორც ჩანს, ალონსოს მიდგომები გაცილებით მკაცრია ვიდრე ეს ანჩელოტის დროს იყო, თუმცა როგორც ვხედავთ, ამას თავი შედეგები მოაქვს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხონა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.